2011 წლის მაისში ერთწოდებული ყინწვისის სპეცოპერაციისას დაკავებული 24 პირი პროკურორების დასჯა სითხოს პროკურორების პროკოფი ჭანკოტაძისა და დავით ხიზანაიძის დასჯის მოთხოვნით მათ მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები პროკურორებს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ აღიარებითი ჩვენებები მათ დაკავების შემდეგ სწორედ ჭანკოტაძისა და ხიზანაიძის მუქარების შემდეგ მისცეს. მათი ინფორმაციით პროკოფი ჭანკოტაძე თბილისის პროკურატურაში, ხოლო დავით ხიზანაიძე ვაკის საბურთალოს პროკურატურაში დღემდე მუშაობს. ერთწოდებული ყინწვისის სპეცოპერაციისას ყინწვისის მონასტერში ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის 24 წევრი 2011 წლის 26 მაისს დააკავეს. მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ. პარლამენტმა ისინი პოლიტპატიმრებად ცნო და ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. ორი პროკურორი ფიგურირებს, ეგ არის პროკოფი ჭანკოტაძე და დავით ხიზანაიძე. ეს ის ხალხია, ვინც 22 ადამიანზე, რომელიც ახლა ნაწილი აქ არის, ნაწილი მოვა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ და რომ ეღიარებინათ ბრალი. პირდაპირ მუქარა რა, რომ აი მეუღლეს დავაკავეთ ჩემი შვილები, დარჩებიან ესე უპატრონოთ და მე სხვა გამოსავალიც არ მქონდა არაფერი, უნდა მეღიარებინა კი არა, ყველაფერს ვაღიარებდი, რა თქმა უნდა, ოჯახს ვერ დავანგრევდი მაგის გულისთვის. პროკურატურის სპეციალური 12 კაციანი ჯგუფი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა მთავარი პროკურორის ბრძანებით მთავარ პროკურატურაში, აუცილებლად გამოიძიებს ყველა იმ საქმეს, სადაც აღმოჩნდება დანაშაულის ნიშნები. ეს საქმეც ბუნებრივი არ იქნება გამონაკლისი.